ტექსელზე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსთან ერთად ბორანით გადავდივართ. კუნძულზე, რომელიც 1945 წელს საბრძოლო მოქმედებებმა საქართველოს სამუდამოდ დააკავშირა. პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების გამო პირველად საქართველოდან დელეგაციის ნიდერლანდებსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შეკრების გარეშე ჩაიარა მაისმა, როდესაც ქართველი მეომრების და დაღუპული ადგილობრივების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად მთელ კუნძულს მოიცავს. მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეპიზოდის სევდიანი ამბავი ტექსელზე ყველამ იცის. ნებისმიერი მიგასწავლით ადგილს, სადაც ჭიშკარზე ქართულ ენაზე წაიკითხავთ, რომ აქ ქართველ მებრძოლთა საძმო საფლავია და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. კუნძული ინახავს ტრაგიკულ ისტორიას იმ 500-ზე მეტი ქართველის, რომელთა სამუდამო განსასვენებელი სამშობლოდან 4000 კილომეტრშია. ვერმახტის 822 ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა, 1953 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან ჩამოყალიბდა. 2 წლის შემდეგ გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი, რომელშიც 800-ზე მეტი ქართველი ირიცხებოდა, ტექსელზე განათავსა. ომის დასასრული ახლოვდებოდა ისე, რომ ტექსელს საბრძოლო მოქმედებები არ შეხებია. კუნძულზე მყოფმა ქართველებმა უკვე იცოდნენ, რომ გერმანია ომს აკებდა და ისიც კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ საბჭოთა კავშირი ტყვეებს სასტიკად უსწორდებოდა. 1945 წლის 5 აპრილის ღამეს ქართველმა ჯარისკაცებმა შალვა ლოლაძის ხელმძღვანელობით აჯანყება დაიწყეს და ერთ ღამეში 400-მდე გერმანელი გამოასალმეს სიცოცხლეს. დანებით დაწყებული ამბოხით ქართული ბატალიონი გერმანელებს წინააღმდეგობას 20 მაისამდე უწევდა. კუნძულზე ბრძოლა კანადელთა მოსვლამ შეაჩერა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგაც საქართველოში განსხვავებული მოსაზრებებია იმის შესახებ, თუ რამდენად მართებული იყო აჯანყების დაწყება. ბევრი მათ საქციელს შეცდომას უწოდებს. ბევრიც ამბობს, რომ ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება სურდათ და სასოწარკვეთილი მცდელობა მოეპოვებინათ თავისუფლება წარუმატებლად დასრულდა. საზაფლაოზე მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდზე სასაუბროთ ტექსელის მერს შევხვდით. აქ ყოფნა სამხედროებმა არ იცოდნენ რა ბედი ელოდათ. სავარაუდოდ ამის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მათ სამშობლოში და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება სურდათ. არც ის უნდა დაგვაუწყდეს, რომ ტექსელზე მცხოვრებმა ძალიან ბევრმა ადამიანმა ქართველები შეიფარა, რასაც შეეწირნენ. ბევრიც ქართველებთან ერთად იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. ტექსელზე მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერის გარეშე აჯანყება ნაკლებად სავარაუდოა დაეწყო. არ მიმაჩნია მართებულად ქართველების გაკიცხვა და დადანაშაულება იმის გამო, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბოხებას 100-ზე მეტი ადგილობრივი შეეწირა. ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი. ტექსელზე ეპისკოპოსმა დოსითეოსმა ქართველი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ეს არის ის ხალხი, რომელიც საქართველოს გათავისუფლებაზე ფიქრობდა, რომელიც სხვაგვარად უყურებდა მაშინდელ პოლიტიკურ სამყაროს. ამ ხალხს სურდა, რომ ყველაფერი შეიძლება გამოიყენო შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ესენი რაღაცნაირად ეძებდნენ, რომ იქნებ მაშინდელ მთავრობას, გერმანიის მთავრობას რაღაც განწყობები ქონდა კავკასიის მიმართ, ახლა ეს ისტორია ბევრმა იცის და ეს ხალხი ფიქრობდა, რომ ყველაფერია გამოსაყენებელი, რომ იქნებ საქართველოს თავისუფლება მოიპოვოს. მართლაც ეხლა დღეს შეიძლება ბევრნაირად შეფასდეს, იმ დროისთვის შეიძლება სულ სხვაგვარად ფასდება. უკვე რამდენიმე წელია სასაფლაოზე ანტვერპენში მცხოვრები ქართველი მოქანდაკეების დავით ხმალაძისა და დავით ნათიძის დამზადებული ჯვარია აღმართული, რომელიც ბიზნესმენმა თეიმურაზ ნიკოლეიშვილმა დააფინანსა. იდეა ბევრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც ქართული უნდა მოხვედროდა. თან კიდევ იცით როგორ იყო ეს საბჭოთა პერიოდში ეს საზოგადოება, რომელიც კიდევ ამ ქრისტიანობას მოკლებული საზოგადოება შეიძლება ისე და ჩვენთვის ყველაზე დიასპორის ეკლესიამ ჩვენ დიასპორასთან მოვისაუბრეთ. შევთანხმდით ყოფილიყო ჯვარი, ქართული ჩუქურთმით, ულამაზესი ქართული ჩუქურთმა და რაღაც არქიტექტორებმაც გაითვალისწინეს ეს და აი ეს ლამაზი თეთრი ჯვარი, ესეთი
სიწმინდის სიმბოლოდ დაიდგა ჩვენგან ქართული ეკლესიისაგან და ქართული დიასპორისაგან. სასაფლაოზე ჩვენი ყოფნის პერიოდში ადგილობრივების და ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქებიდან ექსკურსიებზე მყოფი დამთვალიერებლების ნაკადი არ შეწყვეტილა. ჩემი მშობლები, ბებიები და ბაბუები ბავშვობიდან მიყვებოდნენ ამ აჯანყების შესახებ. ეს ისტორია ჩვენთვის ძალიან ახლოა და მოვალე ვართ აქ დაკრძალული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მივაგოთ. წელიწადში ორჯერ მაინც მოვდივართ. 21 წელზე მეტია ჰოლანდიაში მოხვედრილი ქართველების ისტორიას იკვლევს ჟურნალისტი რემკო რეიდინგი. ლოუზდენის სამხედრო სასაფლაოზე ტექსილზე დაღუპული რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის იდენტობის დადგენა მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა. ანალიზი ჰოლანდიის სასამართლო სამედიცინო ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევარი ჯარისკაცების ახლობლებს საქართველოში შეხვდა. 20-მდე ჯარისკაცია ლოუზდენში დაკრძალული. მიხარია რომ მოვახერხეთ 74 წლის შემდეგ დნმ-ის ანალიზის გაკეთება და რამდენიმე ახლობლისთვის დაკარგულებად აღარ ითვლება. რაც შეეხება აჯანყების შეფასებას, მე არ ვიცი რა არის ომი, არასდროს მიცხოვრია ომში. არ ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია მათ იქმედება განვსაჯოთ. ფაქტია, აჯანყებისთვის ბევრი მიზეზი ჰქონდათ. ქართველ ემიგრანტებს აქვთ სურვილი სასაფლაოზე მემორიალური დაფა დაიდგა, სადაც მეომართა სახელები და გვარები იქნება დატანილი. ქვეყნებს შორის შეთანხმების, მემკვიდრეების მზადყოფნისა და სურვილის შემთხვევაში არაა გამორიცხული ტექსელის მერიამ დაიწყოს მუშაობა საფლავების გახსნაზე, რათა შემდგომში დნმ-ის ანალიზი ჩატარდეს და დადგინდეს დაკრძალულ პირთა ვინაობა. თუმცა ეს მრავალწლიანი სამუშაოა და მილიონობით ევროსთანაა დაკავშირებული.